მოგესალმებით პატრიოტულ რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, მედია კავშირ ობიექტივი გადაცემა CV პასემ. თუ გინდა მშვიდობა, თუ ეძებ მშვიდობას, ჩვენ დღევანდელი გადაცემა წავიყვათ მე და ბატონი გულბაათ ცხილაძე, დოქტორი, პროფესორი, პოლიტოლოგი, ადამიანს, რომელმაც დისერტაცია დაიცვა და 3 წელი დოქტორატურას სწავლობდა გერმანიაში, ამიტომ იქაური ცხოვრებას იცის, აქაურის იცის, იცის ის პოლიტოლოგიის, ის მეცნიერების, ის მიმართულებები, რომელთაც ცხოვრობენ დასავლეთში, სად არიან მათი პრიორიტეტი რაში არის, რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ და რა ემეტება ჩვენთვის. ჩვენ როგორი უნდა ვიყოთ და როგორ დავაშენოთ ქვეყანა. კი გვასწავლიან, მაგრამ თვითონ თავისთვის სხვას აკეთებენ და ჩვენ გვეუბნებიან ჩვენ როგორ უნდა გავაკეთოთ. მოგესალმებით ბატონო გულბა. არ მინდა ბევრი დრო დავწვო, კარგო, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ბევრი გვაქვს თემაგას არჩევი და მე ასე მინდა შემოგთავაზოთ თქვენ თემა. მე მინდა რაღაც ბევრი კითხვები არის ახლო აღმოსავლეთზე. სირიის ომთან დაკავშირებით, ისრაელი, ლივანი, მასთან დაკავშირებული თურქეთი, ერაყის მდგომარეობა, ქურთისტანი, მთლიანად ირანის, ერაყის, თურქეთის და სირიის, მათი დამოკიდებულება, იორდანია როგორ არის და პალესტინა ამ დროს, როდესაც ესე მთლიანად დაინგრა და ტრამპის შეთავაზება ვიცით, რომ თქვენ ეს ტერიტორია დატოვეთო, სხვა ტერიტორიაზეო აგიშენებთო, ბევრად უკეთესო, ყველაფრისო გარანტირებული და სახელმწიფოებრივად გექნებათო. რა ვიცი, ვითომ ეს პოლიტიკური მოთხოვნა რაღაცნაირად ასე დალაგდა ცოტათი პოლიტიკურად და ზედაფენა, მაგრამ ქვევით მაინც დუხს ახლა ალევიტების წინააღმდეგ თქვენ იცით რა მდგომარეობა არის და თვითონ რა დამოკიდებულება აქვს აი მუსლიმ იმას, იმიტომ რომ 28 ერთმანეთზე დაპირისპირებული დაჯგუფებები სირიის ერთმანეთს ებრძვიან. იქ არ ვიცი როგორ მოხდება, შეიცვალა მთავრობა, ბევრი რაღაცა შეიცვალა, მაგრამ სიტუაცია იმდენად უმართავი არის, რომ ვერ ჩამოდიან იმ დაბალ ზონებში. ის ზონები, სადაც ბევრი მოსახლეობა არ არის, თქვა, ჯარის, სამთავრობო დაცვა და რაღაცა რო იყოს და იქ, ესე იგი, ეს ბანდიტები იქნება თუ ყაჩაღები იქნება თუ ისინი, მათი მოქმედება, ძარცვა, ადამიანების სკოლა 1000-ზე მეტი ერთ დღეს მოკლეს, რომ გახსოვთ ასეც ყველაფერი. მოდი აქედან დავიწყოთ ჩვენ და შემდეგ მე მინდა გადავიდეთ ჩვენთანაც მინდა საქართველოში შევეხოთ ახლა პარლამენტში რო არის კომისია დანიშნული რო სწავლობენ 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებულ რა იყო ისე რა არ იყო ისე როგორ იყო დღეს იყო მოსმენა გენერლების გენერალ-მაიორის გოგავას და ყურაშვილის ეს სარდალი იყო ერთი მეორე გენერალური შტაბის უფროსი. თუ დაგვრჩებათ, რომ მე მართლა მინდა ძალიან მინდა რომ ეს თქვენი მით განხილვა გავაკეთოთ იურიდიული საკითხებითაც, საერთაშორისო საკითხებითაც და ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია ისეთი საქართველოში, რომელიც ესე იგი სიმშვიდეს მოიტანს საქართველოში. დიდი მადლობა ბატონო გურამ, პირველ რიგში მოწვევისთვის, მოგესალმებით, თქვენს მაყურებლებს მივესალმები. და დროს დავზოგავ რა თქმა უნდა, ოღონდ რადგანაც ჩემზე თქვით ორი სიტყვა მე მინდა დავაზუსტო, რომ აქ არ გახლავართ პროფესორი, კი ვარ სამეცნიერო ხარისხი მაქვს, დისერტაცია დაცული მაქვს უცხოეთში ნამუშევარი, სამეცნიერო სტატიები უცხოურ ჟურნალებში გამოქვეყნებული, წიგნის ავტორი გახლავართ რამდენიმესი, მაგრამ აქ ეთყობა ვერ ვაკმაყოფილებ მე საქართველოს უნივერსიტეტების მკაცრ მოთხოვნებს ლექტორი კი რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ასეთი პროფესორი თქვა თსუ-ში იქ ძალიან მაღალი დონის ხალხი არიან და მე ვერ ვაკმაყოფილებ ეთყობა, არ ვარ არც ნაცი, არც ქოცი და ამიტომ არ შეიძლება ვიყო პროფესორი და საერთოდ ხო გთხოვდნენ გერმანიაში დარჩენა ხო რა თქმა უნდა და მე რადგან კონტრაქტში მეწერა რომ საქართველოს უნდა მოვახმარო ჩემი და პატიოსნად ჩამოვედი, მაგრამ თურმე არავის არ ჭირდება აქ არაფერი, არც ჩემი და მე მგონი არც ხვების. ეს ისე ლილიული გადახვევა როგორც იტყვიან. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის თემას, თქვენ აბსოლუტურად ძალიან მოკლედ და ძალიან სწორად დასახეთ ორიენტირები.
ეს ვითარება მოგეხსენებათ დაიწყო რაც დღეს არის ეს მძიმე ვითარება ჯერ კიდევ 2011 წლიდან ეგრეთ წოდებული არაბული გაზაფხული რომელმაც შეარყია ერთგვარად არაბული სამყარო მათ შორის სირია რომელშიც შედარებით გვიან დაიწყო ეს პროცესები რევოლუციური აჯანყებები და როგორც გაირკვა შემდეგ და შემდეგ რომ ეს არ იყო მთლად შიდა პრობლემებით გამოწვეული ამ სახელმწიფოებში არამედ დიდი დოზით იყო გარედან წახალისებული და მხარდაჭერილი ეს პროცესები. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეტევის მიტანა ასადის სისტემაზე. ეს ბაშარ ასადი მამამისის ჰაფიზ ასადისგან განსხვავებით უკვე რა თქმა უნდა იმ ძალის და იმ მასშტაბის ფიგურა აღარ იყო, თუმცა მაინც ასე თუ ისე აკონტროლებდა სირიას და ეს ცენტრალური ხელისუფლება როგორც კი შეტორტმანდა და დაირღვა, ამან გამოიწვია არა მხოლოდ სირიაში ძალიან დიდი და ტრაგიკული პროცესები, არამედ გამოიწვია ძალიან დიდი ტალღა მიგრაციისა, დევნილების, ლტოლვილების გადინება ევროპის მიმართულებით. ერთ ბაშად, ერთი წლის მანძილზე 2015 წელს გერმანია მაგალითად ანგელა მერკელის პიროვნული გადაწყვეტილებით და დღემდე ეს ძალიან საჩოთი როა იურიდიულად გერმანიაში თითქმის 1 მილიონამდე წარმოიდგინეთ რამხელა ციფრი არის თვით გერმანიისათვის, რომლის მოსახლეობა ჯამში 82 მილიონს და მეტს ითვლის, 1 მილიონი ადამიანის შემოდინება. სირიიდან აბსოლუტურად სულ სხვა კულტურის, რელიგიის და ყოფის ქვეყნიდან ევროპის შუაგულში. შემდეგ უკვე ამ ფაქტორს იყენებდა ძალიან აქტიურად ერდოღანი, თურქეთის ლიდერი, რომელმაც ფაქტობრივად შეძლო ევროპის დაშანტაჟება ამ თვალსაზრისით, რომ თუ არ მარტივად რომ თქვათ, ახლა გავამარტივოთ ეს უტრირება სპეციალურად ვახდენ, რომ თუ არ გადამიხდით ამდენს და ამდენს 4 მილიონი იყო. მე გავხსნის საზღვარს თურქეთში არის ბანაკები, დიდი ბანაკები, ყოველ შემთხვევაში ბოლო დრომდე იყო ლტოლვილებისა სირიიდან და ძალიან ბევრი მათგანი ცდილობდა ევროპაში გაღწევას, იმიტომ რომ ბანაკებში ცხოვრების და პერსპექტივები არაფერი არ ჰქონდათ პერსპექტივა ამ ხალხს და ყველა ცდილობდა ევროპაში გაღწევას და ერდოღანი ამბობდა რომ მე ავხსნი საზღვარს, არ გავაკონტროლებ ეგეოსის ზღვას და ეს ხალხი გამოედინება თქვენკენ, წამოვლენ ნავებით, ტივებით, ლახავენ მავთუხლართებს და ასე შემდეგ. და დიდწილად ეს პროცესები მაინც მიდიოდა ერდოღანის ნებით თუ მისი ნების გარეშე, მაგრამ მასშტაბები მაინც იქნა ლოკალიზებული. შემდეგ უკვე როგორც განვითარდა სირიაში მოვლენები ბოლო დროს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ძალზე დაკავებული არის უკრაინაში და აღარ ეცალა ასე ვთქვათ აქტიურად სირიისათვის, ამით მომზადდა ეს ერთბაშად არ მოხდა, მაგრამ რამდენიმე წლის მანძილზე მზადდებოდა ეს გადატრიალება, ასადის დამხობა, ამაში სერიოზული როლი ყველაზე თურქეთმა შეიტანა, იმიტომ რომ თურქეთს გამოცხადებული აქვს თავისი ნეოოსმალური პოლიტიკა, დოქტრინა. პანთურქიზმიც არის ნეოოსმალური ერთგვარი სინთეზი, ისლამისტური სინთეზი მოახდინა ერდოღანმა აი ამ მიმდინარეობების და ამ კუთხით ის სულ მასაკიპიზე აკერი ალეპო და ალეპო გახდა ფაქტობრივად თურქეთის გავლენის ქვეშ, ყოველ შემთხვევაში პროთურქული პროვინცია გახდა. დღეს ახლა სირიაში ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არის ცენტრალიზებული ძლიერი ხელისუფლება, არ შეიძლება. ქურთები თავიანთ ტერიტორიებს ცალკე აკონტროლებენ. ახლა ვხედავთ, რომ სანაპირო ზოლში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში, სადაც ძირითადად სახლობენ სწორედ ალავიტები, ეს შიიზმის სირიული ვარიანტი არის, უფრო მისტიური განხრით. ეს ალავიტები თავი კომპაქტურად სადაც სახლობენ, არღებულობენ ახალ ხელისუფლებას, ამას მოყვა დიდი სისხლისღვრა, ხოცვა ჟილეტა.
ამ მოსახლეობის და ნუ ერთგვარად გაჩერდა ეს საერთაშორისო ყურადღება, რადგანაც მიიპყრო მან, მაგრამ დაძაბულობაა და მუდმივი კერა არის დაძაბულობის. სამხრეთიდან ისრაელის ჯარები შევიდნენ სირიის ტერიტორიაზე, გადაწიეს გოლანის სიმაღლეების საზღვარი კიდევ უფრო სიღრმეა სიღრმეში. და ესე იგი ფაქტობრივად სირია როგორც ასეთი ერთიანი სახელმწიფო ეხლა ისე კაფიოთ არა როგორც ლიბიაში რომელიც ფაქტიურად დაშლილია ორ ნაწილად დასავლეთი რა ქვია მას ტრიპოლი დედაქალაქით და აღმოსავლეთი ბენღაზის ოლქი უზარმაზარ ტერიტორიებზეა ლაპარაკი ეს რაღაც პატარა ოლქზე არ ეგონოს ვინმე საუბარი და კიდე სამხრეთით იქ ბედუინები ცალკე ესე იგი ფაქტობრივად ეს საზღვრები რუკაზე არის მაგრამ ეს სახელმწიფოები აღარ არის როგორც ერთიანი სირიაში მთლათასი არ არის ცენტრალური ხელისუფლება, მაგრამ ისიც ვერ აკონტროლებს მთელ ტერიტორიას. ქურთისტანს საერთოდ ვერ აკონტროლებს. რა თქმა უნდა, იქ კიდევ ამერიკელები დგანან, სპეცრაზმები დგანან, ავტობუსის დიახ საბადოებთან. კატარის საზღვარზე მთლიანად ეს მიმართულება. კატარიდან რო წამოვიდეს საუდეთის გავლით, ან ერაყის გავლით, ნუ ეს მომავალში პერსპექტივებია. მაგრამ ასეთი მძიმე ვითარებაა, განსაკუთრებულად მძიმე ჰუმანიტარული თვალსაზრისით ვითარება არის პალესტინაში, მოგეხსენება და ღაზას სექტორში, რომელიც ასე ვთქვათ, ცალკე ნაგლეჯი არის ტერიტორიის პალესტინის და იქ არის დაახლოებით 2 მილიონიანი არაბული მოსახლეობა, რომელიც გახდა მძევალი იმ ვითარებისა, რაც მოხდა აი ამ პერიოდში. თუმცა ყოველთვის ამ პერიოდს გულისხმობ ახლა ბოლო 2 წელიწადი, რაც ისრაელში გაიტაცეს მძევლები და ამას მოყვა ასე ვთქვათ ზედმეტი და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს გადამეტებული ძალის გამოყენება ისრაელის მხრიდან და ის რაც ხდება თვითონ უშუალოდ ღაზაში ფაქტობრივად ჯოჯოხეთად გადაექცა ხალხს იქ ცხოვრება და ის რომ ეს ადამიანები არაფერ შუაში არიან, არავის არ ადარდებს ფაქტიურად, ესე იგი, არც თელ-ავივში, იერუსალიმში, ხო, ისრაელის მხარეს და არც მაინც ზოგ-ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ის რასაც აკეთებს უკვე ტრამპის ადმინისტრაცია, ეს არის მნიშვნელოვანი. და ჩვენ რას ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც აცხადებს, რომ მთელ მსოფლიოში მას სურს მშვიდობა და ყველგან ტრამპს სურს თითქოს გარიგების და შეთანხმების მიღწევა, მას ეს სიტყვა deal აკერია პირზე, deal, ესე იგი ინგლისურად შეთანხმება, გარიგება. ამ შემთხვევაში მისი deal პალესტინასთან მიმართებაში არის ის, რომ 2 მილიონი დაახლოებით მოსახლე გადაასახლოს აქედან. თითქოს კარგი უნდა მას პალესტინის, ანუ ღაზას კერძოდ ლაპარაკია ღაზას სექტორზე, ეს უფრო, ესე იგი, მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია, ვიდრე დანარჩენი ავტონომია პალესტინისა, რომ თითქოს ამათი გადარჩენის მიზნით ტრამპმა უნდა გაასახლოს ისინი ამ ტერიტორიიდან და იგი მზად არის იმ ფონზე, როდესაც ილონ მასკი დანიშნა მან ბიუჯეტის სეკვესტრისათვის, რომ ზედმეტი ხარჯები არ იყოს, ამდენი ფული სად მიდიოდა, რატო იხარჯებოდა, ახლა იგი მზად არის, რომ ამერიკის ბიუჯეტის თანხები დააფინანსოს უზარმაზარი პროექტი, რომ გაასახლოს ღაზადან არაბები. რატომ ხდება ეს? მათი სიკეთისათვის ცოტა საეჭვოა. არის ასე ვთქვათ ეჭვი და მიუღებლობა არაბულ სამყაროში, რომ ეს კეთდება ეთნიკური წმენდის ჩასატარებლად, რომ ღაზა უნდა დაიცალოს არაბებისაგან, რადგან შეიქმნას ბუფერული ზონა, ისრაელს არ ქონდეს ზედმეტი თავის ტკივილი და ეს ხალხი გადასახლდეს სადღაც და ეს პრობლემაც საერთოდ მოიხსნას დღის წესრიგიდან. ამას თავისი სერიოზული მიზეზები აქვს. ამაზე მე ვილაპარაკებ, თუმცა თუ აი ნებას დავთავთ, მე მინდა რომ ახლა არის ორი მხარე, ხო? ისრაელის მხარე, პალესტინის მხარე
ჩვენ ხშირად გვაქვს ისრაელის პოზიცია, საქართველოს მეგობრული ურთიერთობა აქვს ისრაელთან და ეს არაფერი ცუდი ამაში თავისთავად არ არის. ოღონდ საჭიროა რომ ობიექტურობა იყოს და ყოველი მხრიდან რაღაც შეფასება. ეხლა მე მაქვს ამონაჭერი ერთ-ერთი ფილმიდან, სხვათა შორის ამ ფილმის შექმნაში თვითონ ებრაელებმა დიდი როლი შეასრულეს ისრაელის მოქალაქეებმა, ებრაელებმა მათ შექმნეს ფილმი, რომელიც ეხება სხვათა შორის ტანტურა ესეთი სოფელი, ცნობილი თავის დროზე და დღემდე ეს სახელწოდება იწვევს ერთგვარ ნეგატიურ ემოციებს. ამ ტანტურაში მოხდა 1958 წელს ხოცვა ჟლეტა. მშვიდობიანი არაბებისა, ქალების გაუპატიურება, ძალიან ბევრი ფაქტი იყო სხვათა შორის. აი მაშინ, როდესაც პირველი ომი მოხდა ებრაელებსა და არაბებს შორის, ახლო აღმოსავლეთში, ისრაელის სახელმწიფოს შექმნის პერიოდში. და იქ სპეცრაზმა ჰაგანამ, ებრაულმა ჰაგანამ ჩაიდინა დიდი საშინელებები და ამას ხვევიან თვითონ იმ ჰაგანას ვეტერანი ჯარისკაცები. ბევრი ნანობს ამას, რომ ძალიან დარღვევები მოხდა. და მე მინდა რომ თუ შესაძლებლობა ვაჩვენოთ ამონარიდები, ეს სხვა ეს ორწუთიანი ეს არის მე გთხოვთ გაუშვათ ეს პირი რო გვაქვს ჩვენ. I just received a report that the Al Khair Hospital, which is next to Nasser Hospital, has been attacked, and the paramedics there informed the physician that a woman was raped for 2 days until she lost her ability to speak. Women are being raped. Another woman in the Nasser Hospital was stripped of her clothing in front of her husband and brother. And when one of them took their clothes off to cover her, the Israeli soldiers killed both. ისრაელელი ისტორიკოსი გლან ფაიე წიგნში პალესტინელთა ეთნიკური წმენდა აღნიშნავს, რომ სიონისტები პალესტინელთა მებრძოლის სულის გასატეხად იმთავითვე მიმართავდნენ ფიზიკურ და სულიერი ძალადობის მეთოდებს. ისინი თითოეულ სოფელში მოწყობილი ხოცვა ჟლეტის შემდეგ განსწრახ აქვეყნებდნენ მათ მიერვე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ამსახველ ინფორმაციას, როცა სხვა სოფლების მოსახლეობა ღირსების, ნამუსის გადარჩენის მიზნით მათ მისვლამდე მთავრობას گسخت يجوا شلحوني غصبا عني عروني بشكل كامل وربطوا ايدي بالكربشات للخلف ورموني على الارض كانوا اثنين ووحده حطت اجرها على راسي بهاي وشخص اخر حط ثبت ركبه في بطني والكربشات تحت يعني تحت ظهري بايدي تحت ظهري وبده يفتفت في صدري وشخص آخر مسك إجري وثبتهم بده يحاول يدخل لي عصاي بهالأمر ورغم كل الصياح أبدا هم مستمرين. يعني بتذكر إنه في الألم بيطلع من باطن الأرض بيجي هيك من جسمي بيطلع زي الزوبعة بيوصل للسماء كأنه كل الظلم اللي في التاريخ البشري وقع من قبل البشر على البشر كنت أحس كله بيتجمع في هذيك الليلة بينصب هم أعمالهم بيقوموا بينصب على ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა სიმონ ჰერცმა 2006 წელს ამონარიდი წარადგინა რაფელ ფათაის წიგნიდან არაბული გონება. აღნიშნული წიგნი ამერიკელი მილიტარისტებისთვის არაბებთან ბრძოლის ერთგვარ ინსტრუქციას წარმოადგენს. როგორც ჰერცი ამბობს, ამ წიგნის მთელი შინაარსი მოკლედ ასე შეიძლება გადმოიცეს. არაბთა ყველაზე დიდი სუსტი წერტილი ომისას სირცხვილის გრძნობა. არაბები ოღონდ სირცხვილის გრძნობას გადაურჩნენ და ყველაფერზე წამსვლელები არიან. შეუძლიათ წინააღმდეგობას კი შეწყვიტონ. საკმარისია რომ მოძალადემ თავის მსხვერპლს თუნდაც ერთი ფოტო გადაუღოს და გამოქვეყნებით დააშინოს, მსხვერპლი არათუ ამ ფაქტზე კრინც არ დაძრავს. არამედ მის თავზე დამტყნარი უბედურების მისაჭკმალად ჯაშუშობასა და ადამიანებით ვაჭრობაზეც კი დათანხმდება. სიონისტური რეჟიმი სხვა კოლონიალისტურ რეჟიმებთან შედარებით სქესობრივ ძალადობას, ეთნოწმენდას აქტიურად მიმართავს. הוא תפס אישה, חתיכה צעירה, נכנס לבית אחד, הכין חדר מיטות עם מיטה ורצה לזיין אותה. ואז תפסו אותו, קיבל מכות וגירשו אותו. אבל רימון אני לא זוכר. זה רוצה לנוס אחת, זה כן. ამ ყველაფრის მიზეზი გარკვეულწილად თავად ამ ხალხის ბუნებიდან მომდინარეობს. მსგავსი ვიდეოები უკვე წლებია ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ფაქტობრივად ეჭვი არავის ებარება, რომ ისრაელი ერთი დიდი სამხედრო ბაზაა, სადაც ყველა ყოველთვის შეიარაღებულია.
7 ათეული წლის მანძილზე ამ ბაზაზე ცხოვრების შედეგი ის არის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლე ხალხში ძალადობა ძალიან გავრცელებულია. მათ შეუძლიათ პალესტინელ ტყვეებზე სქესობრივად იძალადონ, მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და მოკლან კიდეც. يعني أكثر من شغلة كانت قاسية بس إذا بدي أجي يعني أختار اللحظة اللي كانوا معريني ودخلوا أبوي وحاولوا يجبروني أنام معي في التحقيق وأنا معرية هاي يعني من أكثر اللحظات صعوبة إنه دخلوا أبوي وأنا عريانة لا كانت قضية فظيعة كثير სიონისტური რეჟიმის აი ეს არის სულ რაც საშინელი საყურებელია რა. ნამდვილად ეს ძალიან მოკლედ და ეს ახლა აქ ტელემაყურებელს მინდა აუხსნა რომ აქ შეერთებულია ძველი ამბების მონათხრობი აი ტანტურა რო თქვი 58 წლის და ის ორი ქალბატონი რო ლაპარაკობს ის თანამედროვე ვითარებაში რაც ხდება. ესე იგი ბევრი რამე რაც მაშინ ხდებოდა 40-იან წლებში ვთქვათ ის განმეორდა დღესაც ღაზაში სამწუხაროდ და გამოდის რომ აი ეს გაუპატიურების თემა და ქალებთან ცუდი მოპყრობის თემა ყურადღება თუ მიაქციეთ ეს არის ერთგვარი იარაღი პოლიტიკური იარაღი რომ იმიდან გამომდინარე რომ არაბებისთვის და მუსლიმანებისთვის ეს განსაკუთრებულად დიდი სირცხვილია ქალის გაშიშვლება მით უმეტეს ცუდად მოპყრობა კიდე რაღაცები და ეს არის იარაღი იმისთვის რომ არ სხვები დაშინდნენ სხვა თქვა სოფლის მოსახლეობა, სხვა ქალაქების მოსახლეობა და მათ შეწყვიტონ წინააღმდეგობა. ეს ძალიან საინტერესო მომენტია და იმიტომ მე ეს შევთავაზე დღეს ჩვენ საზოგადოებას. თუმცა ეს არის რა თქმა უნდა მათი მხარე, არაბული მხარის სათქმელი არის ეს და ჩვენ რა თქმა უნდა ორივე მხარეს უნდა მოусმინოთ. არის იქ ებრაელების სათქმელი, არის არაბების სათქმელი. თუმცა ეს მნიშვნელოვანი რატომ არის კიდევ რომ თვითონ აი ეს რომ თქვით ანტურაში მონაწილე ებრაელი ჯარისკაცები ყვებიან იმის შესახებ ობიექტურად რაც იყო მაშინ რეალურად და რასაც თვითონ აფასებენ როგორც დანაშაულებს. ასე რომ ეს კონფლიქტი ძალიან ღრმა ფესვების არის. ეხლა ეს რაღაც დიდი სიახლეს არ ვამბობ, მაგრამ ის რომ ჩვენ ეს ვიცით რომ ღრმა ფესვები აქვს, ამას ამერიკელები ცალმხრივ პოზიციას იკავებენ, ყოველთვის ისრაელის მხარეს იჭერენ. ესეც უნდა გავაანალიზოთ, რატომ ხდება ასე. მარტო იმიტომ არის, რომ ისრაელის ლობი მოქმედებს ამერიკაში, მარტო ეს არ არის. აი ხვალ რგვალი მაგი დაიქნება კონფერენცია ამ ახლო აღმოსავლეთის შესახებ, იმედია მობრძანდებით შეძლებს თქვენ ბატონო გურამ და იქ მინდა კიდე დამატებით განვიხილო რომ როგორია ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე ამერიკული პოლიტიკური ელიტის რელიგიური წარმოდგენების გავლენა. ეს ხალხი ხო ამბობს რომ ვართ ქრისტიანები, მაგრამ ეს ძალიან სხვანაირი ქრისტიანობა არის ამერიკულ სკულისხმობ. ესენი არიან ევანგელიკალები. ეს არ არის ჩვეულებრივი პროტესტანტიზმი, რაც ევროპაშია ლუთერანიზმი. ეს არის კალვინის ფესვიდან აღმოცენებული პროტესტანტიზმი, რომელიც ამერიკაში სექტების სახით გავრცელდა. ამერიკაში უამრავი სექტა არის, რომლებიც გარკვეული იდეოლოგიის გარშემო არიან გაერთიანებულნი და მათ ევანგელიკალებს უწოდებენ კრებით სახელად. იქ არიან მეთოდისტები, ბაპტისტები, სხვადასხვა განშტოებების და მიმდინარეობების წარმომადგენლები, მაგრამ მათ ესე იგი აერთიანებს სხვა რამესთან ერთად ისიც, რომ მათ აპოკალიფსი, სამყაროს აღსასრული, როგორც ბიბლიაშია და ის წარმოდგენა ბუკვალურად გადმოაქვთ, აქვთ პოლიტიზირებული. ეს არ არის სუფთა რელიგიური ესხატოლოგია, ეს არის პოლიტიკური ესხატოლოგია და მათ მიაჩნიათ რომ ის რომ რაც დაწერილია ბიბლიაში აღსრულდეს, უნდა მოხდეს არმაგედონის ბრძოლა. და რომ ისრაელის მხარდაჭერა სწორედ ამით არის განპირობებული, რომ უნდა შედგეს ისრაელი იქამდეს როგორც სახელმწიფო, სანამ იქნება არმაგედონის ბრძოლა. ეს ძალიან საინტერესო თემა არის. ეხლა ჩვენ რომ რაღაცას მართლმადიდებლებისკენ იშვერენ ხოლმე ხელს, რომ თურმე ჩვენ რაღაცა მაპატეთ ბნელები ვართ და ისა, ხო? აქ ჩავიხედოთ რა ხდება, რა სიბნელია ეს და როგორ იქნება არა სიბნელი, მაგრამ მაინც ჩავიხედოთ და ცოტა შეგვეშინდება კიდეც ისე სიღრმეში რომ შევიხედოთ. საერთოდ
მათი ტორა და ისინი იმდენად განსხვავდება. მე რა მინდოდა კითხოთ მინდა რა ბალტონულა. აი ამერიკაშიც და ევროპაშიც და მთელ მსოფლიოში, მათ შორის ისრაელშიც. აი როგორც დათვალეს, მე ამ საკითხს ვსწავლობდი და ვიცი, 30%-მდე, ზოგჯერ მეტიც, ამერიკაში მეტიც, ებრაელები აი ამ ომის წინააღმდეგ ებრაელების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ნუ თვითონ თავად ებრაელები სხვა არაბები არიან. ის მიწაა მათი წარმოშობის მიწა. იქიდან არიან ისინი, ესე იგი არაბეთის ეს ნახევარკუნძული და თლიანად მათი ის არის სამშობლო. აი ებრაელები იბრძვიან გასაგები. ახლა ვინ არიან იმ პალესტინელების მხარეს? აი ვიცი მე რომ აი თქვათ ხამასი რომელიც მხარს უჭერდა, ხამას მხარს უჭერდა ირანი, კატარი, თურქეთი, სირია, ლივანი. მხარს უჭერდნენ, ხო? ლივიას ფსათაშორის, მათ შორისაც ჰქონდათ ის მხარს უჭერდნენ. აი აქედან გამომდინარე, ესე იგი მთელი ეს სისტემა აფეთქებადია. შეიძლება ნებისმიერ დროს ის აფეთქდეს, ჯარი, ტექნიკა, ფული ბევრი აქვს მაგათ, ნავთობის მდიდრები არიან. აი ამიდან გამომდინარე, არის თუ არა საშიშროება, რომ ის რაც იქ დაპირისპირება არის, აი გადავიდეს მესამე მსოფლიო ომში. მაგაზე სხვათა შორის ბატონ გურო საუბრობარი იყო თავიდანვე, როდესაც ეს ღაზაში ომი დაიწყო 2023 წლის ოქტომბერში, ხო? მე გამოვედი და ვთქვი, რომ ეს არ გადაიზრდება სრულმასშტაბიან რეგიონულ ომში და მით უმეტეს მესამე მსოფლიო ომში არ გადაიზრდება. იმიტომ რომ ამას არ ქონდა და მე მგონი არც დღეს აქვს საფუძველი და ეს გამართლდა ეს პროგნოზი. თუმცა პოტენციალი ამის, რასაც თქვენ ბრძანებთ, არსებობს და ეს აუცილებლად ახლა როდესაც ტრამპი ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენ ომით წავალთ ირანის წინააღმდეგ, თუ კი რაღაც იქ არ მოგვეწონა ჩვენ როგორი ატომური პროექტი და სხვათა შორის ძალიან სწორად გაუშვა ირანის ხელისუფლებამ ჯანდაბაშიც წასულხართო, რაც გინდათ ის გეიმთო, ტრამპს უთხრა სულიერმა ლიდერმა ირანის და პრეზიდენტმა შემდეგ. და ის რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოჩვენებითად არის მშვიდობის მყოფელი, ეს აი ამ სწორედ ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკიდანაც ჩანს. ჩემი აზრია და მოსაზრება, რომ უკრაინაში მათ ამერიკელებს ომის დაცხრობა იმიტომ სურთ, მათ შორის იმიტომ სურთ, რომ რესურსების მობილიზება მოახდინონ ახლო აღმოსავლეთს. და სწორედ აი ეს არმაგედონის ბრძოლა, რაზეც არის უკვე ლაპარაკი, ხო, მათსავე აი ამ რელიგიურ წერილებში და ქადაგებლები ყავთ მათ მოგეხსენებათ ეს სცენაზე რომ გამოდიან ძალიან ისეთი მარგინალური ჩვენთვის ჩვენს აქმაში და რაღაც იქ სიმღერით და წივილკივილით ვითომ ქადაგებენ აი იქ ლაპარაკობენ იმას რასაც მე მოგახსენებ თქვენ არაერთი ამის ის არის მაგაზე მთელი სამაკ წიგნი მაქვს მე გამოქვეყნებული და ამიტომ ეს ნამდვილად საშიში არის და სერიოზულად ყურადსაღები რომ სწორედ აი ამ რელიგიური მომენტის გამო შეიძლება საქმე წაიყვანონ კიდეც იმ ომისკენ, რაზეც თქვენ ბრძანებთ გლობალური ომისაკენ. იქ თითქოს შვიდობა უნდა, აქ შვიდობა უნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში რა უნდა? ეხლა როდესაც იძახი რომ 2 მილიონი ადამიანი უნდა ავყაროთ თავის ტერიტორიიდან და გადავასახლოს სადღაც, ეს ფაქტობრივად ამ ომის დაწყებას ნიშნავს. და აქამდე არაბული თქვათ ქვეყნები იგივე თუნდაც იორდანია ავიღოთ, იორდანიის მეფე და დედოფალი მათ განაცხადეს რომ ჩვენთვის ჯერ ტრამპი არ იყო მოსული ხელისუფლებაში რომ ჩვენთვის წითელი ხაზი იქნება ღაზას სექტორში ეთნიკური წმენდის ჩატარება ანუ ჩვენ ისრაელს ვაცლით თავის სპეცოპერაციას ოღონდ თუ კი ისრაელი დაიწყებს ხალხის აყრას იქიდან და გასახლებას ამას ჩვენ არ მოვითმენთ ამას იორდანი აფიქსირებს უშუალო მეზობელი ისრაელის მაგრამ საინტერესოა ახლა რატომ დუმს იორდანიის სამეფო როდესაც ტრამპი აცხადებს ამას ახლა აღარ გადის წითელი ხაზი ამ კუთხით მე კითხვასვამ ისე ხო მე მგონი იქ რაღაც მიდის აი ქვედა ეშალონებში იმიტომ რომ ახალი პრეზიდენტი იმის რა ქვია სირიის უკვე იყო ხო იყო თურქეთში იყო იმაშიც იყო არაბეთის იმ ქვეყნებშიც მოიარა იტალიის ის ჩამოვიდა მასთან დახმარება რაღაცები ჰქონდა ერთი კითხვა მაქვს კიდევ ერთი თქვენთან თურქეთი თუ
ქურთისტანმა და გაერმაჯა ამ ქურთებთან და გაერთიანდნენ და არიან 35-40 მილიონი საერთოდ რო გაერთიანდნენ 4 ქვეყანაში. შექმნიან სახელმწიფოს, თურქეთი დაიშლება. იმიტომ თურქეთში 6-7 მილიონი ნახდათ არის ქურთი. მაგრამ ამერიკა გამოდის რომ ეს სახელმწიფო ქურთების უნდა შეიქმნას, დახმარებას მას უწევს. ეხლა ამ მომენტში თურქეთს მისცა იმის საშუალება რომ თურქეთი ლატაკიის ზონა ის ქურთების ისინი დაეშეშმინებინათ. აი ასეთივე მიდგომა ამ ქურთების მიმართ ირანსაც აქვს და ასეთივე მიდგომა აქვს ქურთების მიმართ ერაყსაც. ხომ აი ეს მოხდეს. ისრაელის დაპირისპირება, ისრაელის ერთ-ერთი გადამდგარი უკვე, მაგრამ დაზვერის მაღალი ჩილოსანი ამბობდა რომ თუ ჩვენო 10 წლის განმავლობაშიო არ დავიწყეთ უფროსორად, თუ ჩვენ არ დავიწყეთ მასან თურქეთთან ომი, ისრაელმა თურქეთთან ომი არ გაანადგურა ის 2 ატომური ელექტროსადგური, რომელიც შენდება 10 წლის განმავლობაში უკვე ირანს გულისხმობთ. არა, მე თურქეთს არ ვიგულისხმობ, თურქეთს გულისხმობ. ის 2 ატომური ელექტროსადგური ხო შენდება თურქეთში. რუსები რუსეთის დახმარებით. თუ ჩვენ ის ეხლა არ გავანადგურეთო 10 წლის განმავლობაში ისინი ატომურ ბომბს შექმნიანო და ისევე როგორც ალა ირანის ამბობს არ მაქვს. ისრაელის ამბობს არ მაქვს, ისრაელს 200-მდე აქვს. ირანს როგორც მინიმუმ უკვე დადებული აქვს 5 ატომური ბომბი და ამბობენ მეტიც არისო. თურქეთის შექმნისო და მაშინო ჩვენ ახლო აღმოსავლეთში საერთოდ სალაპარაკოც არაფერი გვექნება. კი, მონოპოლიას კარგავენ. ხო, ამას და აი აქედან გამომდინარე, აი თქვენ ახლა რასაც თქვი, აბსოლუტურად გეთანხმებით. მაგრამ თუ ეს არ დაალაგდა ეს საკითხი, ხო? ეს არაბული ქვეყნების ესეთი მორჯულება ცოტა რთულია და მე არ მინდა ახლა ცოტათი დრო მინდა დავუთმო ჩვენ სიმასაც დავუთმოთ, იმიტომ მე ასე ვფიქრობ რომ თქვენ ისე კარგად წარმოადგენთ ეს მდგომარეობა რომ ისე ადვილად არაფერი არ დაალაგდება იქ. ისე ადვილად ეს გოლანის მაღლობები აი ასე ადვილად ვერ გადავადა იქ ვერ გადაასახლებენ იქეთ მხარეს პალესტინას და გამოვა ეს 2 მილიონი ადამიანის გადასახლებაც ასე ადვილი არ არის და იმასაც ტრამპსაც არ აქვს ის მდენი დრო ახლა ეს 4 წელი არავინ არის მომავალ 4 წელს იქნება თუ არა და რა პრობლემები იქნება ამ მდგომარეობაში არავინ არის ევროპა გაემიჯნა ტრამპს და მიდის ახლა იმ შეიარაღებას და იმაზე, ესე იგი თავისი გზით აპირებს წასვლას. რა იქნება უკრაინასთან მიმართებაში ძალიან რთულია. გასაგები და აი საქართველოს მდგომარეობა აქედან გამომდინარე და მე საქართველოსში და საკითხებს მინდა რომ შევეხოთ. აი ეს დაძაბულობა. თუ რაღაცა მოხდა, დაიწყო თქვა საბრძოლო მოქმედებები. ეს ლტოლვილები საწავლენ. ხო წამოვლენ ჩვენსგან. მათ შორის ჩვენ აქედან რისი მზადყოფნა გვინდა რო იყოს საქართველოში, რომელიც არ არის და ჩვენ საერთოდ ამ თემაზე არ ვლაპარაკობთ. არც გვაქვს არაფრის გააზრება რა შეიძლება მოხდეს. და ეს თუ მაგალითად ახლო აღმოსავლეთში დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, ჩვენი მდგომარეობა ძალიან რთულია. მით უმეტეს ჩვენ არ საზღვარი, არ ჯარი, ისეთი რომელიც ესე იგი რაღაცას ადმოცანას შეასრულებს. და თქვენ ამ კონტექსტში როგორ უყურებთ? აი რისი იმედი უნდა გქონდეს ჩვენ? ბატონო გურამ, ამ შემთხვევაში იმედი უფრო ისე ვთქვათ, სანამ ბერკეტები აქვს საქართველოს ჯერ კიდევ ხელში და ბერკეტები ყოველთვის მთავრობას ხელისუფლებას აქვს რაღაც გადაწყვეტილებების მისაღებად, ის ბერკეტები უნდა იქნას გამოყენებული. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ მიგრაციის პოლიტიკა საერთოდ გვაქვს თუ არ გვაქვს. რამე ან კონცეფცია არ ვიცი, მე შეიძლება 500.000-ია საქართველოში შემოსული. ხო და კონცეფცია გვაქვს, რომ რატომ არის შემოსული. ჩვენი ქვეყნის ინტერესი რაში მდგომარეობს, თქვათ რატომ არის აი რო შემოდის ამაში ვინმე ოფიციალურად 25 არის 1000 გაფორმებული. დანარჩენი ისეა შემოსული და ველოსიპედი რატომ არის შემოსული? ეს ვინმეს ბიზნესია, მოდი ვთქვათ ასე. თუ როგორ არის? ეხლა მე ვიცი ესეთი შემთხვევები მაგალითად ირანის მოქალაქეები, სხვა პაკისტანის მოქალაქეები, რომლებსაც საზღვარზე უქმნიდნენ პრობლემას არ უშვებდნენ, ერთხელ გააბრუნეს, ორჯერ გააბრუნეს. რომ მესამედ მათ ამ მოქალაქეებს ეპოვათ საქართველოში შესაბამისი პირი, რომელსაც გადასცემდნენ გასამრჯელოს
და ამ გასამრჯელოს შემდეგ უკვე მწვანე აენთებოდათ მათ საზღვარზე. მე ვსვამ კითხვას, ამასთან ხომ არა გვაქვს საქმე ბანალურ კორუფციასთან დიდ მასშტაბებში. კი? ეგ არის უბედურება, მაშინ ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, რომელ პოლიტიკაზე და საქართველოს სადა აქვს ადგილი საერთაშორისო პოლიტიკაში. როდესაც ჩვენ ძირის უთხრით ჩვენს ქვეყანას თვითონ და იმ პირობებში, როდესაც საქართველოდან უამრავი ადამიანი არის გასული სამუშაოდ, მძიმე სამუშაოებზე ევროპაში თუ სხვა ქვეყნებში, კიდე სხვა რეგიონებში და რუსეთში კიდე ვიცით, რომ ქართული დიასპორა ლამის მილიონს აღწევს, არ ვიცი, ლაპარაკი არის ხოლმე რომ 700,000, მილიონზე მეტი, 1,5 მილიონი, მაგრამ სადღაც ასეულ ათასობით ადამიანზეა მაინც ლაპარაკი, ხო? და საქართველოს ამ დროს არ ხდება მატება ბუნებრივად, არ არის მრავალშვილიანობა, სიკვდილიანობა ჭარბობს უკვე რამდენიმე წელია შობადობას და როგორ გვინდა ჩვენ რამე პერსპექტივაზე ვილაპარაკოთ, დღესვე არის ზომები მისაღები და დღესვე არის გასატარებელი რაღაც ღონისძიებები, რომ შეჩერდეს ეს პროცესი. და ჩვენ რა არის იცით უკვე რომ აი მუშახელი ამაზე მარტო მე არ ვსაუბრობ, ეკონომისტები საუბრობენ უკვე, ქართველი ეკონომისტები, რომ თითქოს უმუშევრობა არის კიდევ პრობლემა ქვეყანაში და რეალური, ანუ ფარული უმუშევრობაა დიდი ძალიან, ხო, ჩვენთან, როგორც ყოველთვის, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მაგრამ ამავე დროს მუშახელი ჭირს. ხო, პარადოქსია, თუ უმუშევრობაა, რატომ ჭირს მუშახელი? და აი ამ ნიშას უკვე რომ მუშახელი ჭირს, ავსებენ უცხოელები, იაფი მოჯამაგირეები ისეთი ქვეყნებიდან როგორც პაკისტანია, ვთქვათ, ინდოეთია და აი მოპედებით რო დარბიან და გინდაც უკვე გაცილებით კარგი კიდევ ტაქსით და ასე შემდეგ. და გინდაც აწმშენებლობებზე უცხოელები საქმდებიან. არაბებს იყიდეს რამდენი ტერიტორია აქვს საქართველოში? და თუ ახლო აღმოსავლეთში, ხო, ეს მდიდარ არაბებზე ამბობთ. მე ხო, თქვენ მაგ ასპექტზე ამბობთ, მე გავამახვილე უკვე დაბალ ფენებს, სოციალურ ფენებში, რა ვითარება არის, რომ ყველა მხრიდან მდიდარიც შემოდის უცხოელიც, ღარიბიც შემოდის და ქართველებად მარტო თავიანთი თავი მიაჩნიათ, ვინც ქართველი მილიონერია, აი ეს არის ქართველი დღეს. როგორც ჩანს, ხო, მათ გონიათ, რომ ეს მაღალი ღობეები რო აქვთ გაკეთებული და რომ მიიტაცეს იქ თბილისის გარეუბნები, მუხაწყაროს ასასვლელის ფერდობები, დაეპატრონენ ლისის ტბას, დაეპატრონენ, აღარ დატოვეს არსად ადამიანისთვის დასასვენებელი ადგილი, რასაც კომუნისტები აკეთებდნენ რეკრეაციულ ზონებს თბილისის გარშემო. ნუ თვითონ თბილისში ხო იყოს მწვანე და ხასხასა ქალაქი. დღეს ეს მწვანე წაგვართვეს და უკვე ქალაქიდან რო გახვიდი ახლოს, იქაც აღარ გვხდება არაფერი. ყველაფერი მიტაცებული აქვს მილიონერებს. ეთყობა თუ არა გაქვს მილიონი და მეტი, ქართველი არ ხარ. აი ამას ნიშნავს ეს. და იმას ვერ ხვდებიან, რომ თვითონაც ჩაიყლაპებიან ადრე თუ გვიან, აი ასეთი ვაი პოლიტიკით და განადგურდებიან. ის მილიონი მერე ვეღარ უშველის მის შთამომავალს. ვერ უშველის. ძალიან კარგი პასუხია, მაგრამ ძალიან ის არის, რა ქვია, გულდასაწყვეტი. მესმის, ძიმედ მოსასმენია არის, და რთული სიტუაცია. აი და მინდა ახლა ცოტა დრო დაგვჭა და მინდა ამ დროში რო ჩავეტიოთ. ძალიან მაინტერესებს თქვენი პასუხი. აი დაიწყო საპარლამენტო კომისია, შედგა ეს კომისია, თეატროლოგიანი არის თავმჯდომარე და იკვლევს 2008 წლის, ну კონკრეტული საკითხი არის 2008 წლის საბრძოლო მოქმედებები. სამაჩაბლოში, ну რა თქმა უნდა, აფხაზეთში მათთან ნაკლები იყო საბრძოლო მოქმედებები, მაგრამ აქეთ, სადაც ეს საბრძოლო მოქმედებები იყო. ну იძახებენ თანამდებობის პირებს ვინ რა იყო, რა გადასაგებია საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ამ მინისტრის მიმართ იყო კითხვები დასმული, ახლა გენერლები არის მისული, გენერალური შტაბის უფროსი და სამშვიდობო ძალების სარდალი, სხვათა შორის აი იქ რასაც მათი მოქმედებს და გეგმა იყო გაკეთებული, ეს გეგმა შეესაბამებოდა, მაგრამ თავად საბრძოლო მოქმედებების დაწყება იმ საშუალებებით რაც ჰქონდა, რომელიც 58 არმიას ჯიქეთა მხარეს ჰქონდა და ისინი უკვე 3 თვე, 1 თვეზე მეტი სწავლებები არა
და ისინი სამი თვე ემზადებოდნენ. ესე იგი იცოდნენ, რომ ეს საბრძოლო მოქმედებები აქ აუცილებლად ჩატარდებოდა. სამშვიდობო მანდატი, რომელიც აიღეს და აი ასე გადადეს ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან მეც მონაწილეობდი იმ მანდატის გაკეთებაში, მე ვიყავი DST-ს შტაბის, გაერთიანებული შტაბის DST-ს შტაბის უფროსის მოადგილე. შტაბის უფროსი ყველაზე დიდი იყო და მისი მოადგილე ვიყავი მე იქ მოსკოვში 3 წელი. ვიცი ეს რა არის? ეს მანდატები რაც კეთდებოდა, ვიცი რა არის მანდატი. მანდატი არის უფლებამოსილება იმ სამშვიდობო ძალების, რა უფლებები მას გააჩნია, რომელიც შენ წაართვი და ქვემე ხი ესროლე მას. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ის თქვა უფლებამოსილება პარლამენტს, აი როგორიც აქვს მაგალითად გამოძიებას. ხო გამოძიებას ახლა ისეთი აქ უსმენენ ერთ მხარეს, მეორე მხარეს კი ბატონო, მაგრამ პარლამენტს აქვს ეს ყველაფერი, როგორც მაგალითად სამხედრო პროკურატურას აქვს და შემდეგ სასამართლო რო შედგეს სამხედრო ტრიბუნალს, რომელიც არც ერთია ჩვენთან და არც მეოლა. მე მგონი პარლამენტარიზმი ყოველთვის ისედაც შეიცავს შოუს ელემენტებს და ამჯერად ეს უკვე მთლიანად შოუ არის, რაც ხდება პარლამენტში. ასე ვთქვათ, при всем уважении, როგორც იტყვიან, ცალკეული პიროვნებების მიმართ, მაგრამ ეს არ არის კარგად მომზადებული და გააზრებული, რისთვის ხდება ამ ხალხის დაკითხვა. ეხლა აი რა თქვა იმ ვაშაძემ ასეთი, რაც არ ვიცოდით, ან რა უნდა დაადგინონ, რამდენჯერ უნდა ჩატარდეს ეს საპარლამენტო მოსმენები. და რაღა დროს ეს არის. ჩართონ ის ხო ჩატარდა ბატონო, ულბათ თქვენ გახსოვთ ალბათ პაატა დავითაია იყო ამ კომისიის თავმჯდომარე პარლამენტში იყო ამ კომისიის თავმჯდომარე და იქ ჩატარდა აი ის რაც ახლა არის ეს ყველაფერი, მაგრამ ჩატარდა ძალიან მაღალ პაატა დავითაია არის გენერალ-მაიორი, იუსტიციის გენერალ-მაიორი არის. ის იუსტიციის მინისტრი იყო იმაში, ზუსტად არ მახსოვს, აფხაზეთში. ვიცნობ პირადად. აბსოლუტურად ყველა საბუთები ჰქონდა გადაწყვეტილი გაკეთებული. პატუ ბენსუდასთან ეს იყო იმ ტრიბუნალის თავმჯდომარე, ის რა ქვია, გააგის ტრიბუნალის თავმჯდომარე იყო ამ ჩვენ საკითხებთან დაკავშირებით ის აქ მოგზავნილი. შეისწავლა ყველა საკითხი, ყველაფერი მიუტანა, გააკეთა. იცით რა აქვს პატა დავითაიას გაკეთებული? გაკეთებული აქვს ის, რომ ყველა სახლი რომელიც აფხაზები იქიდან გამოდენენ, იმ პირველ ომზე არის ლაპარაკი 92-13 წელს. ყველა იმ სახლის, ესე იგი სარჩელი აქვს შეტანილი. ყველა პატრონი ვინც იყო, მათი სარჩელი აქვს შეტანილი. ანუ მათი ის კუთვნილება დამტკიცებული გაკეთებულია ასეთ დონეზე და აი დღეს რაც კეთდება, სამხედრო ტრიბუნალი არა, სამხედრო პროკურატურა არა, სამხედროები რომლებიც მიიღებენ აქ ვიღაცამ რაღაცა თქვა, კომისია შეიკრიბა, რა უნდა გააკეთოს იმ კომისიამ. აი რატო არის აი ასეთი დონე და აი ასეთი მიდგომა? რაღაც აი თქვენ რო შოუ. ბატონო გურამ, იმიტომ რომ ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკური პროცესებისა, რა პროცესებში ჩვენ ვიმყოფებით ოქტომბრიდან მოყოლებული. და ეს იმიტოა საჭირო ახლა ეს შოუ, რომ რაღაცაზე გადაერთოს ადამიანების ყურადღება, ხალხის ყურადღება. ხო, ალბათ ამიტომ არის და მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ რამე კონკრეტულ შედეგებამდე მივა ეს აი ეს მინდა რომ რაღაცნაირად გაშალოთ. კი ბატონო, თუ მაშინ ასე არის იმ სააკაშვილს რაღაცეებზე რო უყენებდნენ ბრალდებებს, ხო, სისულელეებზე. აი ამაზე უნდა წაეყენებინათ ბრალდება. და ყველაფერი იცით რა გამოსაძიებელი ბევრი არაფერია. ჩვენ საკმარისი არის ამოიღონ ის ვიდეო კადრები, რაც მეხსიერებაში გვაქვს ჩვენ ყველას, რა ხდებოდა 7 აგვისტოს. პრეზიდენტის გამოსვლა, იქ იმ გენერალი ყურაშვილის გამოსვლა, რო კონსტიტუციური წესრიგი უნდა აღვადგინოთ ახლა, რომ ეს ყველაფერი იყო ცალმხრივი დარღვევა ქართული მხრიდან და თქვენ სწორად თქვით, იცით ძალიან კარგად მანდატი რა არის. ამ მანდატიდან გასვლა და თუ კი ვთქვათ რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის უარი უნდა ეთქვათ, რომ ის ძალები უკანონოდ იმყოფებიან, ეს ჯერ პარლამენტს უნდა გამოეცხადებინა, ეს შესაბამისი ხელშეკრულებების დენონსაცია უნდა მომხდარიყო. აი, ყველაზე მთავარი. დიახ, და არ მოხდა და ამას ეხლა იშველიებენ, რომ თითქოს იქ რუსები და ოსები ბომბავდნენ ქართულ სოფლებს და ამათ სპონტანურად უპასუხეს და ისე წავიდნენ, რომ ვეღარავინ გააჩერა თურმე რა. ეს ხო არის თაღლითობა, რასაც ის ხელისუფლება შვებოდა და ნაცარს გვაყრიდა ყველას თვალებში და მე ვამბობ, რომ თუ კი ვინმეს დასჯა უნდათ ამ თემით, შეუძლია დღესვე, ამას არ ჭირდება ეს შოუების დადგმა.
და მაგრამ არა აქვთ ეს პოლიტიკური ნება. აი ხო, ამიტომ არ გააუხმა სააკაშვილმა სამხედრო ტრიბუნალი და სამხედრო პროკურატურა, რადგან პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი. ერთადერთი აი ამ კავშირიდან სამხედრო. ის სამხედროა. დიახ. იმიტომ არის უმაღლესი მთავარსარდალი. და ის თუ გახსოვთ ჩვენ ჩეუშესკო როგორ ისახნეს, რა ქვია, დახვრიტეს. დიახ. ხო, როგორ დახვრიტეს? ტრიბუნალი იქვე, სადაც დაიჭირეს, იქ ტრიბუნალი დაუკითხეს ყველაფერი და იქ დახვრიტეს, ხო? და ამისი ის იყო, ჯერ შევარდნაძემ გააუხმა ტრიბუნალი, შემდეგ სააკაშვილმა გააუხმა სამხედრო პროკურატურა. და ამ დროს ამათი დასათვლელი არის, იმიტომ რომ ჭურვი რატო გავარდა იქე და სხვაგან არ გავარდა ეს ჭურვი. ეს ხო უნდა შეისწავლოს ვიღაცა, ვინ უნდა სამხედროებმა უნდა შეისწავლოს. სამხედრო მე 37 წელი ვიმსახურე ჯარში. და ეს საკითხი ძალიან კარგად ვიცი. არიან ისეთი, ნუკრი გოგიტიძე არის ის სამხედრო პროკურორი, ჩემზე კარგად იცის იურისპრუდენციის საკითხები, სამხედრო იურისპრუდენციის საკითხები. ჩემზე კარგად იცის და აი დღეს ამას რო გააკეთებენ, აი ამ ისე იქნება, რა ქვია, პარ ვიპუშეთ რა ვერ არის. კი, ბოლოს ორთქს გამოუშვებენ. ბატონო გურამ თან ყურადღებას იქცევს რა, რომ კაი დაუშვათ არის ეს კომისია, ხო? მე მეჩვენება თუ შეიძლება ესე ინტენსიურად არ ვადევნებ თვალყურს, მაგრამ რომ უსისტემოდ არის. აი ეს მოწვეული სტუმრებიც რაღაც ერთ ჯამში ჩაიყარა ყველაფერი, თან იმის ქონების წართმევაც, ის მაგნატის, ახლა უცბად იმას მიახტენ ომის დაწყებას, ასე არ შეიძლება, კაცო, რაღაც სისტემაში უნდა იყოს მოყვანილი და სერიოზულად უნდა, იმიტომ რომ ეს და ის მაგნატის საკითხი თვითონ შეუბრუნდათ უკან, ცუდად, ოცნებას. იმიტომ რომ გაირკვა რომ ამ კაცს რატო არ აკმაყოფილებდით ამდენი ხანი, ამდე მართალი კაცია და წაართვეს ქონება, რა არ გაუკეთეს ამ კაცს ამ ბატონი ლეონიძე, ხო, თუ სწორად მახსოვს ხო არის. და ახლა იყენებენ ამ კაცს რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება მოახდინონ იმასთან, ხაზარაძესთან და იმასთან, ჯაფარაძის. ეს ხო ახლა აშკარა ტაქსით მოვედი და ტაქსის მძღოლი მიყვებოდა თვითონ ამას, ახლა ჩემი დიდი პოლიტოლოგობა და ის არ ჭირდება ამას, ხო. ყველა ხედავს ამას და მე ხლა კიდე თუ ნებას დამთავრთ, აი რომ თავდება გადაცემა, მინდოდა აუცილებლად ჩვენ ტელემაყურებლების ყურადღება, რომ საეკლესიო პრობლემა, რომ აფხაზეთში ქართული ეკლესიის სივრცეა ეს და რომ არავინ შეეხოს ამას ცუდად და ჩვენ ვიცით რომ ბართოლომეოსი კონსტანტინოპოლის პატრიარქი საკმაოდ ცუდ როლს ასრულებს ამაში. მან თავის დროზე ეგრეთ წოდებული ტომოსი მისცა უკრაინის არა ლეგიტიმურ ეკლესიას, რომელიც არ არის აღიარებული მართლმადიდებულ სამყაროში, მათ შორის რა თქმა უნდა ყოველგვარი საეკლესიო კანონების დარღვევით და დღეს გამოჩნდა მასალები უკვე დღესდღეობით უხვად დაგროვდა, მათ შორის ჟურნალი The American Conservative, ამერიკულ ჟურნალში, ასევე სხვადასხვა კიდევ გამოცემებში, რომ ეს არის საკმაოდ ისეთი კაცი, რომელიც ამერიკულ სპეცსამსახურებთან აქვს კავშირი და აგე თუ ჩავთავთ კადრები გამოჩნდება, რამდენჯერ არის შენახვედრი ამერიკის პრეზიდენტ ბაიდენთან. ბაიდენი მე მგონი თავის ვიცე-პრეზიდენტს არ ხვდებოდა. ჩავთოთ, კი, ჩავთეთ კადრები და თქვენ კომენტარსაც გავუკეთებთ. ხო, ეს გახლავთ აი ნიღაბ აფარებული ბართოლომეოსი, ზელენსკის ხვდება, უკვე აძლევს მითითებებს, ეს ბაიდენთან ერთი შეხვედრა, შემდეგ იქნება მანამდე შეხვედრა ეს უკვე სტამბულში თავის რეზიდენციაში ფანარაზე. ეს თეთრ სახლში ჯერ ვიცე-პრეზიდენტია ბაიდენი, ახალგაზრდა ხედავთ 2009 წელი. ეს უკვე ახლანდელი 2021-22 წლებია. ეს ერდოღანთან დგას. ეს თურქეთის მოქალაქეა სხვათა შორის, ბართოლომეოსი სტამბულში არის და ის არ აკეთებს ერთიანი მართლმადიდებლობის საქმეს. იგი არის ცუდ მხარეს სატანის მხარეს ფაქტიურად, იმიტომ რომ როდესაც ეკლესიის ერთიანობას ეხები, არ ღვევ მართლმადიდებლობის ერთიანობას და რაღაცა ნაციონალიზმი შეგაქვს აურზაური, ეს არის უკვე ბოროტების მხარეს მსახური და ამას არაფერი აქვს საერთო ჩვენ რწმენასთან და ეკლესიასთან.
მაშინ აი გავაკეთოთ ჩვენ ესე ჩვენი გადაცემის სიზა ხვალდელი რა არის აი ახლა ერთ წუთში რო ჩაეთიოთ აი ხვალდელი კონფერენცია კონფერენცია დიახ ჩვენ სვის ოტელში თავისუფალ დასწრება თუ შეიძლება ვიცით რა არის თუ ვინმეს უნდა საექსპერტოა თუ კი ვინმე თulis თავს მიიჩნევს რომ აინტერესებს ან გაწაფულია პრობლემატიკაში ან რაღაც ინფორმაცია მიიღოს შეუძლია მობრძანდეს 2 საათზე არის ეს კონფერენცია და ყველას ველით ვისაც დიდი ინტერესი აქვს მართლა და გარკვეულად თემას იცნობს და შეუძლია რაღაცა შემატოს კიდეც ამ ღონისძიებასთან. დიდი მადლობა. 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 დიდი ყოველთვის საინტერესოა თქვენთან. აი არა მარტო ჯაბასი, არამედ საინტერესო ინფორმაცია, რასაც თქვენ იძლევთ, აი თუნდაც აი ეკლესიებთან დაკავშირებით ინფორმაცია. და ფიქრობ, რომ ჩვენთან ხშირად ვიქნებით თქვენ იქნებით ჩვენი სტუმარი ხშირად და ამიტომ ჩვენ ბევრ საკითხებსაც განვიხილავთ ამასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებლებს, მათთან ერთად ვიყავით დღეს და კარგად ბრძანდებოდეთ.